ნუ ჯერჯერობით არაფერი ისეთი განსაკუთრებული ცვლილება არ არის. ჩვენ ახლა ამას მოდი ესე ვთქვათ, რა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მუქარის გაგრძელება, რაც ის დაეგვემუქრა ჩვენ არჩევნებამდე. ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში დაიწყო ისეთი პროცესი, რომელსაც თავათაც ვეღარ აკონტროლებს. მან შექმნა ისეთი პოლარიზაცია, დააფინანსა ზიზღი. თავის მართლა აი ასა ჩმორებს პირდაპირ თქვენ არიცით უბრალოდ ეს ხალხი ეს გიენები ესენი როგორი ჩმორი ხალხია რაღაც მე თან ხო ამბობდა მე ესენი გავაგულიანეო და რაღაცა უფრო ყოჩაღები არიანო ის ფაქტი გუში რაც მოხდა ეს არის გაგრძელება იმ პროცესის რა პროცესაც ბიძინა ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოდ თავს არავინ არ გრძნობს არც ჩვენ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ და მინდა მათაც უთხრათ რა ისინიც ნუღა იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ ნურს ბიძინა ივანიშვილი ნუღა იგრძნობს თავს უსაფრთხოდ ვერც პრემიერ-მინისტრი ვეღარ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ ვერც ქალაქის მერი ვერც აი ამ პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლები და განსაკუთრებით მინდა გითხრათ განსაკუთრებით აი გუშინ ვინც იყვნენ აი გუშინ ვინც ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ეს იქნებოდნენ დეპუტატები თუ მათთან თანხლები პირები მათ უნდა იცოდნენ რომ აი თაობებს ვაწყევლინებთ პირდაპირ მნიშვნელობით. უბრალოდ აი თაობებს დაიწევლიან გუშინდელი დღეს მათ რაც ჩაიდინეს. გამორიცხულია რომ ეს ამბავი ამ ამბავმა ასე ჩაიაროს. ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური ტერორი. ბიძინა ივანიშვილმა გალახა საქართველოს ახალგაზრდები. ბიძინა ივანიშვილი თავს ესხმის თავისი ზონდერებით პოლიტიკოსებს. ბიძინა ივანიშვილი დგას ყველაფრის აი ამის სათავეში. და მან უნდა იცოდეს, რომ ის პროცესი, რომელიც მან დაიწყოს და რომელსაც უკვე ისაც ვეღარ აკონტროლებს, თვითონაც ნუიგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვეღარავინ ვეღარ იგრძნობს. ჩვენც არ გრძნობთ ამ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ, თქვენ გრძნობთ ამ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ? არავინ აღარ გრძნობს ამ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ. ნუ იქნებიან რაღაცა დამშვიდებულები, რაღაცა ძალის პოზიციას წარმოადგენენ. აღარაფერს ისინი აღარ წარმოადგენენ. აი პირდაპირ მნიშვნელობით ეს პოლიტიკური პროცესი დასრულდება მათთან ერთად. ისინი დასრულდებიან და ყველანი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. ყველანი იქნებიან უკლებლივ დასჯილები. ყველანი, ვინც ძალადობას ახორციელებს, ვინც ამ პროცესს გეგმავს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ვინც ამ პროცესს აფინანსებს, ვინც ამ პროცესს თანაუგრძნობს. ეს რუსები ამ ქვეყანაში ისინი ვერ გაიმარჯვებენ. აი ამ წარმოიდგინეთ, აი ამ გიენების გასამარჯვებელი სად არის? აი ეს მართლა უკანასკნელი ჩმორები რაღაცა თავი რო გონიათ, რაღაცა იარაღებით დარბიან, რაღაცა თავი გონიათ. არავის არაფერს არაპატიებს. ისინი იქნებიან ყველანი ძალიან მკაცრად დასჯილები. ლევან, თქვენ ახსენეთ ივანიშვილი და თქვით რომ ის ვერ აკონტროლებს ამ პროცესს. ანუ ვერ აკონტროლებს. რეალურად ის ვერ აკონტროლებს თავის დასვამ დეპუტატებს, ის ვერ აკონტროლებს ვერანაირ პროცესს, ის ვერაფერს ვერ აკონტროლებს. ეს არ არის მისგან თქვათ მწვანე შუქანთებული პროცესი და რა თქმა უნდა მან დაიწყო ეს მწვანე შუქი ხა მე ხო ეკუთვნი ზუსტად მან დაიწყო ეს პროცესი და ის ამ პროცესს ვეღარ აკონტროლებს და მას ნუ გონია თავის უსაფრთხოდ ნუ ჩათვლის ის არავინ აღარ ჩათვალოს ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მათაც თავის უსაფრთხოდ არავინ არ არის უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში არც ჩვენ ვართ ჩვენც არ ვართ უსაფრთხოდ ჩვენ არ ვცნობთ ჩვენ თავს უსაფრთხოდ მაგრამ მათ დაიწყეს ეს პროცესი და ეს პროცესი დამთავრდება მათთვის კატასტროფულად. აი კატასტროფულად დამთავრდება. განსაკუთრებით, ანუ უბრალოდ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, იქ ვინც მონაწილეობდა. თქვენ ჩმორებო, თქვენ უბრალოდ არ იცით, თქვენ რა დღეში ჩავარდებით. გამორიცხულია თქვენ ვინმე რამე გაგიტაროთ, გამორიცხულია თქვენ ამ ქვეყანას როგორ გაგატანთ, გამორიცხულია თქვენ როგორ გაპატიებთ ახალგაზრდების ცემას. თქვენ როგორ გაპატიებთ უდანაშაულო ადამიანების სიხეში ჩასმას. თქვენ როგორ გაპატიებთ ქართულ ხალხზე ტერორს. გამორიცხულია. თქვენ არ იცით უბრალოდ რა გელოდება. თქვენ ამ პროცესში ვერ გაიმარჯვებთ. იმიტომ რომ არაკაცები ხართ, იმიტომ რომ ჩმორები ხართ, იმიტომ რომ 10 კაც შეგიძლიათ ერთ კაც თავს დაესხათ. თქვენ ქართველები არ ხართ, თქვენ არაკაცები ხართ. თქვენ მართლა რუსები ხართ, თქვენ უბედურებო. და დაამთავრებთ ისე, როგორც ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მტრები ამთავრებდნენ. აი ეს არის უფრო მეტი გითხრა მომხდარის შესახებ. ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც ივანიშვილი წააგებს და ძალიან მწარედ წააგებს. და ეს ადამიანები, ვინც მის გვერდში დგანან და გონიათ რომ რაღაცა ინიციატივა აქვს და ძალის პოზიციიდან გველაპარაკებია, ეს ძალის პოზიცია ძალიან მალე თავზე დაგენგრევათ. ამიტომ ის ხალხი, ვინც გუშინ მონაწილეობას იღებდა განსაკუთრებით, ისინი განსაკუთრებულად დაიჯებიან. და ყველა დაიჯება, ვინც ეს პროცესი, ეს ძალადობრივი პროცესი დაიწყო ამ ქვეყანაში,
ბიძინა ივანიშვილის თამადობით. ლევან, ერთი რაღაც მინდა კითხოთ, ანუ თუ შეგიძლია უფრო მეტი რომ გითხრათ მომხდართან დაკავშირებით, ნუ ნაწილობრივ ბერდიამ ისაუბრა, რომ გახარია იყო მარტო 10-მდე პირი ახსენა, მან აი რა ხდებოდა კონკრეტულად ამაზე მოგვიყევი უფრო მეტი. ინციდენტი იყო, თავს დაეცხნენ პირდაპირ მნიშვნელობით, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გამოვა სააშკარაოზე. თვითონაც გამოიტანენ რაღაცა ესე დამონტაჟებული ვიდეოებს. ეს ამ სასტუმროს ყველაფერი გაკეთება. მანამდე თავდასხმა იყო. ეს ვიდეო კადრების ალბათ გავრცელდება, ეს ყველაფერი დღის სინათლეს იხილავს. მანამდე იყო თავდასხმა ბატონ ზვიაძე. და ნუ აი ხო წარმოგიდგენიათ რა. ანუ თავი ჩეჩნეთია, ვერ იქნება ამ ქვეყანაში ჩეჩნეთი. მადლობა ლევან, თქვენი ქვეყანაში დროზნო. და ეს ადამიანები ყველანი დასაკუთრებით აი შემორი კაცის სამხლები პირები, აი დეპუტატის სამხლები პირები ყველანი დაიჯებიან მისი თაოსნობით და პლუს ყველაზე ამის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილი. ლევან, მადლობა დაგემშვიდობები. ნათია მეზრიშვილის კომენტარი იქამდე მან პროკურატურას მიმართა